სამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს კვირაა ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს და კვლავ მნიშვნელოვან საკითხებზე გვინდა თქვენთან ერთად ვისაუბროთ. როგორც მოიხსენებათ, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ გარკვეულ იმედებს უკავშირებდნენ, რომ ტრამპის პრეზიდენტებასთან ერთად გარკვეული კონტურები გამოიკვეთებოდა დედამიწაზე მშვიდობის დამყარების. ძალიან ბევრ იმედებს უკავშირებდნენ მის პრეზიდენტებას. ჩვენ არჩევნების წინა პერიოდში სპეციალური გადაცემაც კი მიუძღვენით, სადაც ავხსენით და ვთქვით, რომ ეს ასე არ იქნებოდა და თავისი მიზეზებით დავასახელეთ. თუ რატომ? შედეგად მივიღეთ ის, რომ ტრამპი ნამდვილად გაპრეზიდენტდა, მაგრამ დედამიწაზე მშვიდობის ნაცვლად ჩვეულებრივი ომების გარდა უკვე ეკონომიკური ომიც მივიღეთ და ერთდროს მოკავშირეებად მიიჩნეულ ჩვენ რომ განვიხილავდით საერთოდ მათ ერთ ბლოკად, ერთ ჯგუფად, ზოგად დასავლეთად უკვე ცალკე სახელმწიფოებს შორის გარკვეული უთანხმოება არის ამ ეკონომიკურ საკითხებზე, კონფლიქტი წარმოიშვა ერთმანეთს იმპორტზე დაუწეს ეს პროცენტები, ეს პროცესი სწორედაც ამერიკიდან დაიწყო პირველივე დღეებიდან. ტრამპის ადმინისტრაციამ თავის მოკავშირეებსაც კი დაუწესა საკმაოდ მაღალი პროცენტები. ამას, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს, თავისი მიზეზები აქვს, ეს ისე არ მომხდარა, რომ უბრალოდ ვიღაცას ასე სურდა. აი ამ თემებზე კახა დავიწყოთ საუბარი და შემდეგ ალბათ თუ დაგვრჩებათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებსაც შევეხებით. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. მოკლედ, დიდი ამბები ეტრიალებს მთელ მსოფლიოში, რბილად რო ვთქვათ, მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობა გაუგნებულია მიმდინარე მოვლენების შესახებ. ერთი შეხედვით უფრო ბევრ ახსნას მოელის თითქოს თითოეული ჩვენთაგანი, მაგრამ მე რატომღაც ეს ახსნა ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ცხადია, ყველაფერს თავისი მიზეზი გააჩნია. მე რომ ყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდაო და 2 წუთში მოვაგვარებო, თქვა. მაგრამ ხედავთ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებაც, როგორი ფორმით მიმდინარეობს, როგორ გაიწელა დროში. ამავე დროს აღმოსავლეთის მიმართულებით, მახლობელი აღმოსავლეთის მიმართულებით უკიდურესი დაძაბული მდგომარეობა იქნება. ამაზე წინასწარ ვთქვით, ჩრდილოეთისკენ საჭირო იყო შენელებული იყო, შედარებით გაგრილებული იყო მდგომარეობა, იმიტომ რომ რუსეთი ყველაზე დიდი ბირთვული ძერჟავაა და მასთან დაჯახება, გავიგეთ, რომ ყველაფერს მოსპობ და ამიტომ საჭიროა იქ მეტნაკლებად შეჩერდეს. სამაგიეროდ დარტყმის მიმართულების შეცვლა საჭირო მახლობელი აღმოსავლეთის მიმართულებით, სადაც არის მსოფლიო ენერგეტიკის დიდი წყარო, სადაც არის ირანი, სანქცირებული ქვეყანა, რომლის ენერგეტიკითაც კარგად სარგებლობს ჩინური ეკონომიკა და ჩინური ეკონომიკის სასწაულის საფუძველიც არის სწორედ IAP, ირანის ნედლეული ენერგეტიკული საშუალებები. ამიტომ ირანის წინააღმდეგ ლაშქრობა, მახლობელ აღმოსავლეთში საკითხების მოგვარება ნომერ პირველ დღის წესრიგშია შეტანილი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნომერ პირველი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი. ხო, და ჩინეთის ეკონომიკის გასაჩერებლად ძალა დაადგება სწორედ მახლობელ აღმოსავლეთს, დაძრულია ამერიკული ზარმაზარი არმადა. საფუძველი და საბაბი არსებობს ისრაელის ამჟამიდელი მთავრობის სახით, რომლებიც პირდაპირ სიონისტური გეგმით მუშაობენ. დიდი ისრაელის შექმნის ეს ავადმყოფური გეგმა არსებობს, რომელიც ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, გარეშამო არაბული მოსახლეობის, პირველ რიგში პალესტინელების გენოციდს. პალესტინელების გენოციდზე ღია ლიცენზია, ასე ვთქვათ, გაუხანგრძლივდა და მიეცა ფართო ასპარეზი მოქმედებისა. კვლავ დიდი ძალით გრძელდება პალესტინელების. უნდა ვთქვათ, რომ არც არავის არასოდეს არ აუკრძალია. არ აუკრძალია. ცოტა შენიღბულად მიდიოდა, მაინც
კაუჩუკის პოლიტიკას ატარებდა ევროკავშირი და შტატებიც, ბაიდენის ადმინისტრაციას გულისხმობთ. თან თითქოს გმობდნენ იმ ძალადობრივ გენოციდის პროცესს, თან მეორე ხელით აიარაღებდნენ და ასე იყო. თან საერთაშორისო სასამართლოები, მათივე გაკეთებული სასამართლოები აღიარებდნენ, რომ ეს იყო მართლაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები, რასაც დღეს აქ ადგილი და ჰქონდა ადგილი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ. მოკლედ, თან ერთდროულად უფინანსებდნენ იმ სამხედრო კამპანიას, ერთდროულად ხდებოდა. ესე იგი, თან დასავლეთი ცდილობდა შეენარჩუნებინა უმანკო კრავის სახე, დემოკრატიის სახე, რომელიც ადამიანის უფლებებისათვის იღვწოდა და წუხდა და ასე შემდეგ, მაგრამ თან ამ ომის პროცედურას ერთდროულად ხელს უწყობდა, მაგრამ ახლა უკვე ნიღბების ჩამოხსნის დრო დადგა მთელი მსოფლიოსთვის. ეს თამაში უკვე აღარავის აღარ ჭირდება, ყოველ შემთხვევაში შტატები სხვა გზით წავიდა და პირდაპირ გადაწყვეტილია იერიშის მიტანა. და ვაფრთხილებდით, ზოგადად საუბრობთ ახლა ჩვენ, რომ ვინაიდან ჩვენ არ ვარჩევთ, არა მარტო ზოგადად, კონკრეტულადაც იგულისხმება, როცა ჩვენ უფლის მოწოდებულ სიტყვას, უფლის სიტყვის მიერ შემოთავაზებულ მოთხოვნებს არ ვითვალისწინებთ, არ ცვლით ცხოვრების წესს, არ მივდივართ ფორმაციული ცვლილებებით და ძველებურად ვაგრძელებთ, აი ძველი გზა დაღუპვისაა. ესე იგი, ჩვენ გოგონა რომ ომის პარტია გვერდზე გადაიწევდა ტრამპის მოსვლით და მსოფლიოს მშვიდობისთვის უფრო გზა გაეყვალებოდა, მაგრამ ხედავთ, რომ სამაგიეროდ ლოკალური პატარა მასშტაბის აპოკალიფსი შეიძლება ჩვენ სიახლოვეს დატრიალდეს, სადაც საქართველო აბსოლუტური დაფარვის ზონაში აღმოჩნდება. რატო? ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანა, რასაც ოფიციალურად პირდება, ოფიციალურად შეპირდა ასევე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ხამარებას ტრამპი ასე დაემუქრა ირანს და ირანის ბირთვულ ობიექტებზე მივიტან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკას ეს ერთხელ უკვე გამოყენებული აქვს. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი იხმარა, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და ერთადერთი ქვეყანა ახლაც, რომელიც პირდაპირ ემუქრება სხვა ქვეყანას, რომ დავარტყავ ბირთვულ იარაღს ჩვენს ბირთვულ ობიექტებს, უნდა ვიცოდეთ რა მოყვება ამას. მოყვება ბირთვული დაბინძურება, თუნდაც ლოკალური მასშტაბით, ბირთვული ობიექტებიდან მოხდება გაჟონვა რადიაციის და არ თუ ისე პატარა ჩერნობილის ამბავი დატრიალდება და გავითვალისწინოთ რა მოსახლეობის რაოდენობა და რა საშინელება არის შესაძლებელი აქ განვითარდეს და დატრიალდეს, ყველამ კარგად წარმოვიდგინოთ, რასთან გვაქვს საქმე და რას უახლოვდებით. ამას აქვს თავისი სულიერ მიზეზი, თავის ცხადია, თუ არ გინდა გადარჩენის გზა არჩიო, თუ არ გინდა უფლის მოწოდებული სიტყვა მიიღო და იმ მოთხოვნების მიხედვით დაიწყო ამოქმედება ქვეყანამ, საზოგადოებამ, არ გინდა ეს გააკეთო რა, მაშინ ეს გზა დაღუპვისაა და აგერ ამ პერსპექტივასაც უყურებთ. აი ამ ხრივ გვიახლოვდება ძალიან ცუდი ამბავი. ვიცით, რომ ეს სტრატეგიული ავიაცია უკვე გადმოაფრინა ინდოეთის ოკეანეს. კი ბატონო, აი ეს ამბები წიფდება ახლა. შეიძლება თავი ვინ უგეშოთ იმით, რომ იცი რა, ჯერ დაშინების პოლიტიკა აქვს და მე ალბათ ხელს მოაწერინებს და ასეა თუ ისეა, ვითარება უფრო მეტად იძაბება, გენოციდი კიდევ უფრო დიდი ძალით გრძელდება, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება კიდევ უფრო დიდი ძალით წამოიწყო ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, კიდევ უფრო ავანტიურისტული გახდა პოლიტიკა. სხვა ძალიან დიდი ძალების ჩართვა მოსალოდნელი ამ კონფლიქტში, რაც გვიახლოვდება და როგორ დამთავრდება, არ გვაძლევს ჩვენი გადაცემის ფორმატი ამ თემებზე სრული მსჯელობის საშუალებას, მაგრამ მთლიანობაში რამოდენიმე მიმართულებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განვითარდეს მოვლენები. და აი გასაგებია ვიღაც გეგმავს, არა დამგეგმავია, განხორციელების საშუალებებიც გააჩნია, მაგრამ ამ გეგმარს რა შედეგები შეიძლება მოყვეს? არც ერთი მიმართულებით დადებითი პროგნოზის გაკეთება არ ხდება, ვერ ხერხდება. შეუძლებელია. ესე იგი, მთელი მსოფლიო
იმიტომ რომ ეს გლობალური მასშტაბის, ეს აღარ იქნება ეს ლოკალური, მხოლოდ ერთი ადგილისთვის. მთელი მსოფლიო ჩიხურ მდგომარეობაში და ეს აისახება იმ მსოფლიო გეოპოლიტიკაზე, მსოფლიო მიმდინარე პროცესებზე, რასაც ჩვენ ვუყურებთ. მსოფლიოა ჩიხში შესული. ჩიხიდან გამოსავალ გზას ქართული სიტყვით, ქართულ ენაზე, ქართულად გაცხადებული, უფლის მეორედ მოსული უფლის სიტყვა, გვაძლევს, მაგრამ ჯერჯერობით უფრო სიღრმისეულად რომ მოვეკიდოთ და გაბედულად ავმოძრავდეთ, ამისი ღია ნიშნები ნაკლებად გვაქვს საქართველოში. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ღია ეკონომიკური ომი ყველასთან. ფაქტიურად ყველას დაუპირისპირდა. ეს თვლად გამოუგნებელია ერთი შეხედვით. პირველ რიგში ალბათ ეკონომისტებისგან უნდა ელოდეს საზოგადოება სიღრმისეულ ახსს და განმარტებას, თუ როგორ შეიძლება ახლა ასეთი ნაბიჯის გადადგმა, არც მოკავშირე სინდობს, მით უმეტეს მოწინააღმდეგე ხო, ისედაც მოწინააღმდეგეა, პლუს იქ ახალი ომი და ყველა ქვეყანასთან 180 ქვეყანას დაუწესა ტარიფები, მათ შორის საქართველოსაც, ქვეყანას, რომელსაც პირად საკუთარი ეკონომიკა არც გაგვაჩნია. 10%-იანია ჩვენზე. მაინც რა ხდება? ველოდებით ახსნა განმარტებას, მაგრამ სერიოზულ ახსნა განმარტებას ვერ ვიღებთ, გარდა იმისა, რომ ამბობენ, რომ ეს მსოფლიო ეკონომიკას ცუდ დღეში ჩააგდებსო. რა? გარდა იმისა, რომ ვიცით, რომ საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადებიან ევროგაერთიანება, ჩინეთი, აღმოსავლეთი, იაპონია, ყველა sapasukho ნაბიჯების გადადგმას აპირებს. მისი უპირველესი მოკავშირეებიც კი კანადა და უპირველესი მოკავშირეებიც კი sapasukho კვეთრი და საკმაოდ კაცრი ნაბიჯებისათვის ემსადებიან, მათაც უნდა უპასუხონ შესაბამისი ტარიფების აწევით. რა ხდება? კონსერვატიზმი, როგორც ბატონმა აკაკიმ თქვა, ეს არის მცდელობა დროში უკან დაბრუნების. ნახაც რაღაც ამდაგვართან გვაქვს, კონსერვატული თაძინა პლანზე წამოწეული. რაღაცას ებრძვის, მაგრამ არავინ არ გვაძლევს ზუსტ განმარტებას, რა ხდება, ეს რა პოლიტიკა, ეს რა პოლიტიკური ეკონომია თუ სულ სხვა რაღაცის სწავლება დაგვაწყებინეს, მას შემდეგ რა საბჭოთა კავშირი დაიშალა. მეცნიერება თავისთავად ცხადია, მეცნიერული დემაგოგია არ იქნება მეცნიერება, მაგრამ ჩვენ დაგვაწყებინეს ისეთი მეცნიერების სახელით გაფორმებული ისეთი საგნების, ისეთი იდეოლოგიის სწავლება, რომელსაც საბოლოო ანგარიშით მეცნიერებასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. მრავალი ასეთი ფუტურისტული საგნები და ეგრეთ წოდებული ფსევდომეცნიერული დისციპლინებით დაგვიმძიმეს ტვინები და ყველაზე მეტად გაასაიდუმლოდა რეალური ეკონომიკის მიმდინარე პროცესების ანალიზის უნარი. აი რა არის მართლა ეს ეკონომიკა და რითი იზომება და ასე შემდეგ, ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი გახადეს, ჩვენ ერთი რამე გვაქვს დასავლილი, მთელი 30 წელი და მეტი უკვე ამას ვიზეპირებთ, გაზეპირებული გვაქვს, თუთიყუშებით ამას ვიმეორებთ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, თავისუფალი ურთიერთობები, თავისუფალი ბაზარი, ევროპული სტანდარტები, მსოფლიო სტანდარტები და ამ დროს სრულიად კრახი განიცადა. კი, სრულიად სხვა რაღაცას აკეთებს და რატო აკეთებს? როგორ შეიძლება ახლა ყველა აიმხედრო, რაში დაჭირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ნაბიჯებზე რომ მიდის? ეს ხო თავისუფალი ბაზრის პრინციპით იყო ჩამოყალიბებული და ასე შემდეგ, რა? დადგა დრო რომ გადავხედოთ იმ დემაგოგიას, რაც მეცნიერების სახით შემოგვაჩეჩეს, დაარქვეს ეკონომიკის სწავლება, მენეჯერობა და ის 1000 რაღაცთა ეს ასე ვთქვათ შემოსურდული ეს საკითხები და ამიტომ რომ ველოდებით ამათ მოგცენ განმარტება და ვერ გვაძლევენ განმარტებებს. გასაგებია რომ დიდი პანიკა ატეხილი ამ სპეკულიანტების სივრცეში. ანუ აქციო საზოგადოებები და 1000 რაღაცეებია, სადაც დიდი პანიკა ატეხილი. მაინც რა ხდება? უნდა გაეცეს პასუხი. ხდება ის, რომ პოლიტიკა ჯერ ერთი ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე არ არსებობს.
ჩვენ ჩაგვაგონეს, რომ ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკას. ეკონომიკა, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის ადამიანთა კრებულის ცხოვრების წარმმართველობა, ეკონომიკა ეგ არის რა. ჩაცმა გინდა, დახურვა გინდა, საკვები გინდა და ასე შემდეგ. გაქვს ადამიანი ხარ, მოთხოვნა გაქვს, ხარ საზოგადოება, დროის მიხედვით ამ საზოგადოებას თავისი მოთხოვნება და ამის დაკმაყოფილების პროცედურა ეს ეკონომიკა რა, თავის წარმოებით და ასე შემდეგ. და ეს ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე მართალია, როგორც გვასწავლიან, ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკასო, მაგრამ თვითონ ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე ვერ იარსებებს. რატო გვასწავლეს ასე, რომ ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკასო, ამაშიც ღრმა იდეოლოგიური კაპიტალისტური საფუძველია ჩადებული. თუ ეკონომიკა არის რა ვჭამო და რა გურ მოვიგო და რითი გავდიდრდე და ეს კიდე ფულს უკავშირდება, მაშინ ესე იგი ფულის საკითხები, ფულის შოვნის საკითხები განსაზღვრავსო პოლიტიკასო. პოლიტიკა მეორადია, პირველი ფულის საკითხებია. ეს მოგვაწოდეს, იმიტომ რომ წყობა და სისტემა კაპიტალისტურია. და რა ეკონომიკა ჩამოგვიყალიბეს, ესე იგი რა პოლიტიკას ატარებდნენ, სინამდვილეში მაინც პირველადია პოლიტიკა, იმიტომ რომ მიზნები თუ გაგაჩნია და გაგაჩნია ეკონომიკაში, მას პოლიტიკა ჭირდება, რომ ეს მიზნები გატარდეს. პოლიტიკა კიდევ არის სახელმწიფოთა მართვის ხელოვნება და არა მარტო უკვე მხოლოდ ერთი სახელმწიფოს მართვის, არამედ საერთაშორისო გამოუცხადებელი მთავრობის საერთაშორისო კონტურები გამოსახული იყო იმ ერთმართველობისათვის სახელმწიფოებრივი ელემენტები, მსოფლიო სახელმწიფოებრიობის ზესახელმწიფოებრივი ელემენტები არსებობდა. აი ამ ყველაფრის მართვის უნარია საჭირო იმ მიზნებისათვის, რა მიზნებსაც დაუშვათ ეს ეკონომიკა გთავაზობს. ბევრი რვარ გამიგრძელდეს. თავისთავად ცხადია ეკონომიკის არავითარ სპეციალისტები არა ვარ, პირადად მე არა ვარ, მაგრამ მიმდინარე პროცესები გვავალდებულებს, რომ ჩავწვდეთ იმ არსში ამ ახალი სიტყვიდან გამომდინარე, ახალი სიტყვიდან მიღებული ცნობიერებიდან გამომდინარე, ჩავწვდეთ და ანალიზი გავუკეთოთ იმას, თუ რა იცვლება, რა იყო, რა შეჩერდა და რა იცვლება. საქმე იმაშია, რომ იქმნებოდა მდიდრების საშუალებით მსოფლიო ერთმართველობის მიღწევის გლობალიზაციის და გლობალისტური მსოფლიო ეკონომიკის ჩამოყალიბების მოდელი მუშაობდა მთელი ძალით. ესე იგი, უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციების ჩამოყალიბება, რომელთა ეკონომიკური შესაძლებლობები მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკას აჭარბებს, ადგილობრივი სახელმწიფოების ზიანის მიყენების ხარჯზე ერთდროულად. მოდი ესე ვთქვათ, თუ თავისუფალია ბაზარი, რა თელდა დედამიწა თავისუფალი ბაზრის პრინციპით უნდა განვიხილოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც მე უკეთესად გავაკეთე ფულს, იქ უნდა წავიდე. ეს მოხდა. ამას სხვა პოლიტიკური მიზეზებიც ჰქონდა. ჩინეთში წამოვიდა ეკონომიკა, რეალური ეკონომიკა, იმიტომ რომ ჩინელი მუშა იყო ყველაზე იაფი და ყველაზე მუშა. ამიტომ აქ უნდა წამოსულიყო ფაბრიკები, რომ ნაწარმი იაფი იქნებოდა და სოფლიო ამ თავისუფალ ბაზარში ყველაზე უპირატესი მდგომარეობა შეიქმნებოდა ამ კომპანიებს. შედეგად მოხდა ისე, რომ ამერიკიდან გამოვიდა რეალური წარმოება და გადანაცვლა აღმოსავლეთში. ჯერ კიდევ 90-იანებში პირველი ამერიკაში გასვლები რო იყო, გვახსოვს სახელმწიფოს მოხელეებს, რომლებსაც სპეციალურად აგზავნიდნენ, რომ ინტეგრირება, შერწყმა და გარკვეული ახალი ბატონებისადმი შეგუება მომხდარიყო და შევჩეოდით გაგვიგო, რომ კრემლი კი არა, თეთრი სახლი ახლა ჩვენი თავი და მართველი აგზავნიდნენ, ჩამოდიოდნენ გაოცებულები და იძახოდნენ, რომ რაც ბოლავს ამერიკაში არაფერი აღარ არის. ყველაფერი გატანილია და სხვა ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ეს მართლაც გაუგებარი იყო და წარმოუდგენელი იყო ეს როგორ ანაირად. რეალური წარმოება გამოვიდა და ამერიკა დარჩა ამ რეალური წარმოების საშუალებებს უკვე მოცილებული. შემდეგ ამას დაერთო კიდევ ერთი რამე. კაპიტალიზმის პირობებში სახელმწიფოს ყველაფერი პრივატიზირებულია და სახელმწიფო არსებობს გადასახადებით. და ამ ზემდიდარმა სტრუქტურების წარმომადგენლებმა დაამკვიდრეს ეგრეთ წოდებული ოფშორული სისტემა. იქ თუ დავარეგისტრირებ, არ ვიხდი გადასახადებს. წარმოებები მაქვს ჩინეთში, ამერიკაში, საქართველოში თუ ევროპაში, იქ თუ დავარეგისტრირდი, აღარ ვიხდი გადასახადებს. ესე იგი რა არის? საზოგადოებიდან ვიღებ ყველაფერს, სახელმწიფო უზრუნველყოფს, ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს წესრიგს, რომელიც აუცილებელია ჩემი ეკონომიკის არსებობისათვის, მაგრამ მე ამ სახელმწიფოსთვის არაფერს არ ვაკეთებ, არაფერს არ ვხდი, იმიტომ რომ სადაც კუნძულებზე ერთ პატარა ოთახში ელექტრონულად წერია, რომ იქ ვარ დარეგისტრირებული. მორჩა და გათავდა. ასეთი ფისკალური სამოთხეები გაიკეთეს პატარ-პატარა კუნძულებზე, ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმია სხვათა შორის ფრანგული, იქ არის აღწერილი პატარა კუნძული, სადაც 20,000-ია მოსახლეობა, დანაც რამოდენიმე კუნძულზეა განაწილებული, 55,000-ზე მეტი უმსხვილესი კომპანია მოვაწეობს აქ. ამ ყველაფერმა შექმნა სრულიად მონოპოლიური გარემო. კონკურენტუნარიანობა საერთოდ ჩამოაცილა, იმიტომ რომ ერთი იხდის გადასახადებს, მეორე არ იხდის. ეს ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ელიტარული წარმომადგენლობისთვის. ოლიგარქები ელიტა. ეროვნული ეკონომიკის წარმომადგენლობისთვის ეს ხელმიუწვდომია. აბსოლუტურად ხელმიუწვდომია. ამიტომ არაკონკურენტული გარემო შეიქმნა და მოხდა ისე, რომ სხვილებმა კიდევ უფრო ჩაყრაპეს და გააკოტრეს ამ უმსხვილესმა კორპორაციებმა ფაქტიურად ცარიელი კარში დაიწყეს თამაში მოწინააღმდეგეებთან. ამას მოყვა რა თქმა უნდა ადგილებზე გაკოტრება, წაშლა საერთოდ საშუალო ფენის წარმოებლისა. ერთდროულად ამ რეალური ეკონომიკის გადანაცვლება აღმოსავლეთისკენ და პლუს, ესე იგი მდიდრებით ერთმართველობისკენ სulis გზაზე ეს პროცესები განვითარდა. კიდევ ამათ აიღეს საბჭოთა მოდელი. აი, როდესაც ჯიმშერ გვიშიანის მეთაურობით და ხელმძღვანელობით შექმნილი იყო სისტემური კვლევის ინსტიტუტი, რომელიც მუშაობდა დასავლეთის სტრუქტურებთან სოფლიო ერთმართველობისათვის, როგორ ჩანს, ალბათ იმ პერიოდში საბჭოთა გამოცდილების გაზიარება მოხდა და რა არის საბჭოთა გამოცდილების არსი რა არის? ნუ საბჭოთა კავშირიც, სადაც ინდივიდუალურ საკუთრებამდე დაიყვანეს და სახელმწიფო კაპიტალიზმის ნაირსახეობა ჩამოყალიბდა სტალინის მკვლელობის შემდეგ განსაკუთრებით. უმსხვილესი კორპორაციების მსგავსი რამ სტრუქტურები აქვე იყო. თუმცა იქ კონსტიტუცია ავალდებულებდა ეს მიღებული რესურსი უნდა მოხმარებოდა ადამიანს. უფასო უნდა ქონოდა განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. მშრომელ ადამიანს უნდა მოხმარებოდა. და ამ უმსხვილესი კორპორაციების მმართველი, იგივე სამინისტროთა მმართველი, ნუ წითელი კაპიტალისტები იმ შემოსავლებს, რაც მათ ხელში ტრიალებდა, ვერ მოიხმარდნენ და ვერ გამოიყენებდნენ. გარეთ ვერ გამოამსეურებდნენ. რა? მაგრამ საბჭოთა მოდელს ჰქონდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. როგორც თვითონ ახსნეს, განსაკუთრებით ეს ალბანეთის განდგომის მერე განვითარდა. სტალინის კულტის და ასე შემდეგ ამ პროცესების გამო ალბანეთის მაშინდელი კომუნისტური პარტიის ლიდერი წავიდა წინააღმდეგი და საკმაოდ სერიოზულად დაუპირისპირდა საბჭოთა ხელმძღვანელობას. გამწყრალმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მისი დასჯა, ნუ კონკრეტულად ხრუშჩოვმა, მაგრამ როცა მოახსენეს, ვერაფერს ვერ უზავთ დიცო, ჯარით ხო ვერ შევიჭრებით, ესე ვერ მოხდებოდა, არ გამოდიოდა. ამ პატარა ქვეყანას თავის თვითკმარი ეკონომიკა აქვს. ისე როგორც ჩვენს რესპუბლიკებსო. და ისორად მაშინ დასმულა განსაკუთრებული სიმწავით საკითხი, რომ საჭირო იყო, რომ წარმოებათა ციკლი ერთ ადგილზე აღარ ყოფილიყო და გაეფანტათ. ეს იყო საბჭოთა გამოცდილება. ერთმანეთზე გადაჯაჭვა. მსოფლიო ერთმართველობის გლობალური დიდრების საშუალებით მიღწევის გეგმარი, რომელმაც ეს უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციები წარმოქმნა,
რომელმაც გამოიწვია, მდიდარს მეტად გამდიდრება უნდა ესა ამ ფორმაციის კაპიტალიზმის ასია რა, გამდიდრება, ხო? და წარმოების საშუალებების და წარმოების ცოდნის და ტექნოლოგიების გადატანა აღმოსავლეთში და თავისი მკვლელი თავისი ხელით გამოშედა დასავლეთმა რა ერთდროულად აამუშავეს წარმოებათა დაშლის მეთოდი. ტრამპი სწორია, როდესაც იძახის, როგორ შეიძლება მე აქ ნაწილებს ვაწყობ, იქ ეწყობა და სადღაც მე მთლიანი მანქანა მზადდება. რა არ შემიძლია მანქანა თავიდან ბოლომდე მიავაწყო, არ შემიძლია მე რა ბაზარი თვითონ არა მაქვს. ამ თვალსაზრისით ის სწორია. რა მოხდებოდა თუ ეს დინამიკა ისევე გაგრძელდებოდა ხელუხლებლად გლობალიზაციის, ფიდრების ის რაღაც ერთი სახელმწიფო, ერთი ეკონომიკით, ერთი მეთაურით რომ უნდა შეექმნათ და ვერ შექმნეს, იმიტომ რომ ამ ეკონომიკის გადაადგილებამ სხვა ძალაუფლების ცენტრები წარმოქმნა. ჩინეთის კომპარტია, როგორც მაკონტროლებელი იმ სივრცის ვერ მოშალეს, ვერ მოიშალა. ამიტომ გახდა უკვე ჩინეთის სხვა წითლებმაც სხვანაირად დააყენეს საკითხი კრემლში და წავიდნენ ღია კონფრონტაციაზე. გლობალური სამხრეთიც გამოიკვეთა როგორც ნეიტრალური ამ დიდ გლობალურ დაპირისპირებაში, მაგრამ ძალიან გლობალური ძალა, გლობალური სამხრეთი, რა. და ამ ძალის დიდი ცენტრების შეთანხმება ერთ მმართველობაზე უკვე გამორიცხული იყო, ესე იგი ჩაიშალა ეს გეგმა. გლობალისტური მსოფლიო ეკონომიკის აგებით, დიდრების საშუალებით, მსოფლიო დემოკრატიის და ადამიანის უფლებებით იყო გაფორმებული ეს ყველაფერი. რომ ამ გაერთიანებული ევროპას უნდა გაედგა გვირგვინი ქრისტიანების და მართლმადიდებლების თვალსაზრისით ანტიქრისტესთვის. ეს გეგმა ჩაიშალა, იმიტომ რომ სხვა ძალური ცენტრები წარმოიქმნა, რომლებიც საკუთარი ხელისუფლების დელეგირებას და გადაცემას არაფრის დიდებით არ დაუშვებენ. ეს უკვე თვითონ კოვიდის ხელოვნურად მიმდინარე ბიოლოგიური ომის დროსვე გამოჩნდა და არა მარტო. ჩინეთმა თავისი ვაქცინის დამზადება დაიწყო, კრემლმა თავისი, თურქეთმაც თავისი, ყველამ ცალ-ცალკე მიიყვნენ ამ თამაშს, მაგრამ თავისი გეგმების და მიხედვით. თუ ეს პროცესი მაინც ასე გაგრძელდებოდა, ბოლოს გამოდის ისე და გამოდიოდა ისე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დაკარგავდა ყოველგვარი ზესახელმწიფოს ნიშნებს. რატო? წარმოებაა გატანილი გარეთ. ამ ეგრეთ წოდებული ფისკალური სამოთხეებით და ოფშერებით დაკლებული აქვს შემოსავალი, იმიტომ რომ არ იხდის დიდი კორპორაციები. შემდეგ ეს უზარმაზარი გაბერილი სამხედრო ბიუჯეტი, ეს უზარმაზარი კორუმპირებული სისტემა, რომ კაპიტალი ფული შოვნაა და ფული შოვნა, სახელმწიფოს რესურსით არის კორუფცია. ეს ამხელა უზარმაზარი სამხედრო სტრუქტურა, 800-ზე მეტი საგარეო ბაზები, ამის შენახვა, ეს ყველაფერი ბოლოს და ბოლოს ალტერნატიული ფულად საკრედიტო სისტემების ჩამოყალიბება და დოლარის ზონიდან შეუმჩნევლად, მაგრამ ეტაპობრივი გასვლა ამ სხვადასხვა შექმნილი ძალების ცენტრებიდან, თუ ეს ასე გაგრძელდება და ამერიკა არ იზრუნებს საკუთარი ეროვნული ეკონომიკის შექმნისთვის და ამ საკითხებს ძალიან მალე არ გადაწყვეტს, მაშინ ამერიკა როგორც სახელმწიფო აღარ იარსებობს. ამიტომ, რასაც ტრამპი აკეთებს, ტრამპი იძულებულები არიან, ეს არის ამერიკული ელიტა, რომლებმაც ეს კარგად გაჭრიტეს, ის გლობალისტური გეგმა ჩაიშალა მსოფლიო ერთმართველობის, ის არ გამოდის. ამიტომ მოდი მივხედოთ ახლა ჩვენ ამერიკას. თუ ახლა ეს აგრესია უკვე აქ დემოკრატიის თამაშის დრო უკვე ხვდებიან, რომ აღარ არის, არ გამოვა. ამიტომ პირდაპირ უნდა დაასახელო, რომ მთელი ჩრდილოეთ ამერიკა გვინდა ჩვენ საქონელი, რომელიც ჩვენს საქონელს ხელს უშლის, ჩვენ წარმოებას ხელს უშლის, იმაზე დავადებთ მაღალ ტარიფს, რომ ის შეჩერდეს და ადგილობრივ შეეწყოს ხელი. დავაბალანსებთ შემოსავალს, გასავალს თითოეულ სივრცესთან, მათ შორის ევროკავშირთან. შენთან ჩემი მეტია გასავალი. მეტი მოდის. შენ და ნაკლები შემოდის
და ყველასთან დაიწყო ამ პოლიტიკის გატარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად წამოდგეს ფეხზე, სწრაფად ჩამოაყალიბოს თავისი სივრცის ძლიერება. 300 მილიონი უზარმაზარი ბაზარია. ამ ხელა რესურსი თუ კი მართლა ეს მიიერთა და დაიქვემდებარა და დაიმორჩილა და ასე შემდეგ ნედლეული არის, რა თქმა უნდა, კანადაში, რა თქმა უნდა, გრენლანდიაში არის, ჩრდილოეთ ოკეანეში. ხო. კიდევ სხვა გეგმებიც აქვს რუსეთის მიმართ, რა თქმა უნდა, კიდე ცალკე მშენობის საგანია. მოკლედ მიმდინარეობს ეროვნული ეკონომიკის ფორსირებული წესით ჩამოყალიბება, რაც სრულ წინააღმდეგობაშია იმ დემაგოგიასთან, რითიც ტვინი გვაქვს გამოჭედილი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, გასხვისება, გახსნა და აბა მოდი ვისაც როგორ უნდა და რაღაც. ესე არ შეიძლება, ესე ხდება შეერთებული შტატები, რომ ესე ვერ იარსებებს. სხვათა შორის ეს გადამდებია. ამას ძალიან ბევრი ქვეყანა უკვე ფიქრობდა და ცდილობდა, რომ სხვანაირად მოეწყოთ ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები თავისთავად ცხადია. ესე იგი, ჩვენ გვინდოდა თუ არ გვინდოდა, მივადექით ეკონომიკის თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მსოფლიო მასშტაბის გარდატეხის პროცესებს მივადექით. რა თქმა უნდა, ის არ არის ჯერ რაზეც არის ლაპარაკი. ეს გავს და ახლოა იმასთან, რაც უნდა იყოს. იმიტომ რომ თუ მიღებული უფლისიტყვის ცნობიერებით ადამიანი ერი კაცობრიობა ღვთაებრივი წარმონაქმნია და არ შეიძლება ხელისხლება რა, პიროვნებაზე გასაგებია ბევრს ლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე და ერის უფლებებზე აქ არაა ლაპარაკი, ეს გლობალისტური კაპიტალისტური მასონური სისტემა პირველ რიგში ეროვნულ ეკონომიკას ანადგურებს და ერი ეკონომიკის გარეშე არ არსებობს. რა არის ეკონომიკა? ეკონომიკა არის, რომ რაც შენი ცხოვრებისათვის აუცილებელი აწარმოო და ის რისი წარმოებაც ადგილზე შეიძლება, რისი რესურსიც გაქვს, უნდა აწარმოებდე. რა სიმახინჯესთან მიგვიყვანა ამ გლობალისტურმა ეკონომიკის შექმნა. ბრაზილიაში ხორცს აწარმოებს, აქ იყიდება, აქ ადგილობრივი გაანადგურეს. აი სადღაც რომელიმე ქვეყანაში აწარმოებენ რაღაცას მაგალითად და მთელ მსოფლიოს ამარაგებს და ადგილზე ადგილობრივ წარმოებას ანადგურებს. კოკა-კოლას არ უყურყებს მთელი მსოფლიო, რატო? სხვათა შორის ევროკავშირში ძალიან რომ ვიკიჟინებთ, რომ გინდა თუ რა ევროკავშირში შევიდეს, ევროკავშირის ის რეგულაციები მოიცავს თითოეულმა ქვეყანამ რამდენი უნდა აწარმოოს, რა უნდა აწარმოოს და თითქმის უთვლიან რამდენი კვერცხი უნდა დადოს კატალმა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჭარბწარმოება თავისთავად ეს არის ზარალიანი საქმე და ეკონომიკა ნორმირების გარეშე შეუძლებელია, გამორიცხულია, ვერ იარსებებს. ის რომ თავიდან 90-იანი წლებში როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ რო ვიქადაგებდნენ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ბაზარი ყველაფერ თვითონ დაარეგულირებს, ეს არის ხსნა და გადარჩენა, მიწაზე ღმერთი თავისუფალი ბაზარია და გეგმიური ეკონომიკა ბოროტებაა და ბოროტების საფუძველია ლენინის მოგონილი ბოროტებაა. სინამდვილეში ეკონომიკა დაგეგმვის გარეშე არ არსებობს, აბსურდია, ვისაც ელემენტარული რამე გაუკეთებია და ანკმის იმანიცის თუ არ დააგეგმარა, თუ არ ჩამოყალიბდა, არ განსაზღვრა, როგორ შეიძლება საერთოდ რამე აწარმოო და მერე მით უმეტეს შენ მოგებაზე იფიქრო. ევროპაში აბსოლუტურად ნორმირებული იყო და არის კიდეც, იმიტომ ევროპის ეკონომიკა რომ არსებობს. ჩვენ კი გოი ქვეყნების რიგს უდმივ ამ ქადაგებაში გვამყოფებდნენ და ახლა ეს ყველაფერი იცვლება და უკვე ვხედავთ, რომ დიახ, აი საკუთარი ეკონომიკის ზრუნვაზე, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის ზრუნვაზე უნდა გადავიდეს, სხვა გზა არ არის. მაშინ ამაში მივბაძოთ. დავიწყოთ ეროვნულ ეკონომიკაზე ფიქრი. ამ ინტეგრაცია, შერევა, შერწყმის მავნე, დედამიწისათვის მავნე პოლიტიკას თავი დავანებოთ. ყაზახეთში თურმე 230 მილიონის ინვესტიცია ჩაგვიდია. აგვიშენებია ზეთის ხილის პლანტაციები, დავამყარეთ რეკორდი, ასეთ ჩრდილოეთის ქვეყანაში ჯერ არსად არ არის ზეთის ხილი. კუდახარი თავისთვის არ იყო, სხვებს ბუზებს უნიავებდა. ზეთის ხილის სამშობლოს ეკონომიკა სრულად გაანადგურეს. ჩვენ არა ვართ ზეთის ხილის ქვეყანა და სად ვეტენებით?
ეს იმ გლობალისტური ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე იყო, რომ წასულიყო აღრევა. ბოდიში და არის საც არ ამჭამს იქამ ხანსო. აი ყაზახებს ხომ მივეცით და გადავეცით პორტები. თუმცა ჩვენც გვაქვს იქ ინვესტირება განვითარებული და განხორციელებული და ასე ეს იქ ინვესტიციას დებს, ისაკ ინვესტიციას დებს. ამ თვალსაზრისით ტრამპი მართალია. ნაწილებს ვაწყობდა, მთლიანი საწყობა აღარ შემიძლია, ხო? იქ სად ვაგზავნიო? აქ მოიტანეთ, აქ ააშენეთ. და ჩვენ რას ვაშენებ? ჩვენ ელემენტარული რაღაც არ აგვიშენებია და არ გაგვიკეთებია. თითითიცე ჯერ არ აგვაქვს დადებული. ამ ხელაზე სახელმწიფო თუ ამ ხელას საფრთხის წინაშე დააყენა, ჩვენ რა შეიძლება ჩვენ ხო საერთოდ გავნადგურდებით, თუ კი ელემენტარულ ეროვნული ეკონომიკის შექმნისთვის არ გავირჩევით. შორს რო არ წავიდეთ, ეროვნული ეკონომიკა გადაარჩინა და შეინარჩუნა უმკაცრესი დაპირისპირების პირობებში, თუნდაც ბელარუსი. კი ბატონო. რატომ უნდა აუაროთ გვერდი და მაინდა-მაინც იაპონიაზე და შორეულ ამბებზე გადავიდეთ? ჩვენ ერთნაირად გამოვედით, ერთნაირი წარმოების საშუალებებით, ჩვენ გავინულეთ, ჯართად გავყიდეთ და ბელარუსიამ კიდე შეძლო დაიკავა, რომელსაც ორივე მხრიდან აწვებოდნენ, კრემლიდან აწვებოდნენ, მთელი დასავლეთი აწვებოდა, მაგრამ შეძლო ამ ქვეყანამ რა თავისი ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბება. ესე იგი, უნდოდათ თუ არ უნდოდათ კოსმოპოლიტიზმიდან, კოსმოპოლიტიზმის ყველაზე მთავარი მესაჯე და მთავარი დამტკმელი ძალა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, მაგრამ მოლას არ უნდოდა მეჩეთ შესვლა წიხლის კრეს და ძალით შეაგდეს. ზუსტად ასეთ ანეკდოტურ მდგომარეობასთან გვაქვს. დღეს ამერიკა ღიად გადავიდა საკუთარი ეროვნული ეკონომიკის, ოღონდ ამერიკული ეროვნული ეკონომიკა ეს არის ამერიკული იმპერიალისტური ეკონომიკა, მაინც რომელიც სხვათა ძარცვის სხვებზე ღია პირდაპირი ძალმომრეობის ხარჯზე უნდა გახდეს კვლავ დიადი და დიადზე დიადი. ხედავთ, მიწის ქვეშა უკრაინაზე როგორი პრეტენზია. უკრაინისთვის მინერალებს დაცემის პოლიტიკა როგორ არის? კი არ გეხმარებოდეს ეს ხათ მოგეციე იარაღები და ყველაფერი უკაც. მე ხო თქვენთვის ვამობდიო. სოფლიო დემოკრატიის გადარჩენისაც ვამობდიო და ეს სოფლიო დემოკრატია ფიქციაა. ამ ფიქციის გამო და კიდევ სხვა მიზნების გამო მართლმადიდებელს მართლმადიდებელი ახოცინეს, ძმას აკვლევინებენ. და სანაცვლოდ რაც მიწის ზევითაა გაყიდულია და რაც მიწის ქვეშ არის რეალური ეგეც მიაქვს. აი ეს ორგარ კაპიტალისტებს. აი ეს მდგომარეობა ეროვნული ეკონომიკისკენ ხდება შებრუნება, ჩვენ ისევ კოსმოპოლიტურ ეკონომიკაზე ვართ აგებული, რომელიც სრულიად გამანადგურებელია ეროვნული ყოფიერების. არა გვაქვს ცხოვრების საშუალება, რატო არა გვაქვს? იმიტომ რომ არა გვაქვს წარმოება, არა გვაქვს. რისი წარმოებაც შეგვიძლია ადგილზე, აუცილებლად უნდა ვაწარმოებდეთ. დედამიწისთვის არის ეს კარგი. ბრაზილიაში მოყავთ პირუტყვი და ხორცს აწარმოებენ და 15,000 კილომეტრს გემი მოცურავს, რომ აქამდე მოიტანოს. მაცივრები მუშაობს, რამდენი ენერგია იხარჯება. რისთვის კეთდება? კეთდება ინკორპორაციის სასარგებლოდ. ახლა პირობითად ვამბობ ბრაზილიური ხორცი გაყიდული ალაგი ახლა ინდოეთთანაც შემოდიოდა ბარკლები და 1000 რაღაცები. ადგილზე რისი წარმოების რესურსიცა ის უნდა აწარმოო, რომ ნაკლებად გაიხარჯება დედამიწის რესურსიც. ულევი არ არის, გამოვლეთ ერთჩვენიერ დღეს და აღარ გვექნება და ცივილიზაცია კატასტროფის წინაშე დადგება. ეროვნული ეკონომიკა გულისხმობს სწორედ იმას, რომ რისი გაკეთებაც ადგილზე შეგვიძლია იმას უნდა ვაკეთებდეთ. მთელი ჩვენი რეალური რესურსი, რეალური ეკონომიკისათვის საჭირო რაც არის, ყველაფერი გასხვისებული გვაქვს. და რა დემაგოგიით გვაავადებდნენ სტარტაპები. რაღაც გამოთვლითი ტექნიკის რაღაც სიმნა შეგვექმნა, რაღაც ინტერნეტ სივრცისთვის რაღაც პროგრამისტები ვიქნებოდით და ამ პროგრამებს შევადგენთ, გავყიდით და წამოვიდეთ და მილიონები. ესე იგი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებში
ამ ტექნოპარკებს შეგვიდით რაღაცებს მივახცევთ და მე ესე გამდიდრდებით და ჩვენ ინტელექტუალურ პროდუქტებით მოამარაგებთ სოფლიოს და ასე ავშენდებით. რეალური ეკონომიკა, რაც ღვთისგან აბოძებს, მიწა-წყალზე გაგვაჩნია და ამის რესურსი არის, ეს სხვებს გააქვთ. ეხლაც გაქვთ მთელი სვლით. არავითარი შეფერხება აქ არ არის. ჩვენ კი ამ როგორ ვთქვა, ამ ნამჯით გვაყურებდნენ. რომელიც არ არსებული ამბავია სინამდვილეში, თირავე არ ხდება. და ამ საკითხთან დაკავშირებით გადახედვა საჭირო მართალია მთელი 30-35 წელი და უფრო მეტიც საბჭოთა კავშირის დაშლის ბოლო პერიოდში ანტისოვეტიკური მოსაზრებებითა და იმებით ვიყავით განშავლილი მთელი ინტელიგენცია და მიგვაჩნდა რომ დასავლეთში რაც არის ეს არის ღვთაებრივი რაღაც და ხსნარი და დავეწაფეთ მათ მიერ შემოთავაზებული მეცნიერული დისციპლინებს განსაკუთრებით ლაპარაკი არის ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მთელი ეს სწავლებები ისია შებურდული, დაგაბუნეს ვერ მიხდე, როგორი მტაცებლური ბუნებაა სინამდვილეში. აი მტაცებლური ბუნების მოქმედების შედეგია ის, რომ უნაყოფიერეს მიწა-წყლის და რესურსით საკმაოდ მდიდარი ქვეყნის შვილი რა მდგომარეობაში რომ აქედან გარბის. აი რა მდგომარეობაში თუნდა ჩვენი პატარა ჭიათურის მოსახლეობა რა. ეზიდებიან და ეზიდებიან, გადის და გადის. კაციშვილი არაა პატრონი, ამ ჩვენი უძიფასი ლამაზი მხარის. იმ ჩვენი მშრომელი, მეშახტეები. კაციშვილი არავინ არა, პატრონი. რომელსაც ყოველწლიურად შეუძლია რომ საქართველოს მოგების სახით მოუტანოს 2 მილიარდი დოლარი. აი ამ ბუნებრივმა რესურსს, მარტო ჭიათურის მარგანეცი. და აი ზეგან მთელი ეს რამდენი ხანია მიდის საუბარი, ძალიან საინტერესო საუბარი ამ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩემო კახა, რომ ნამდვილად აი პოლიტიკა ისეთი, რომ პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკაზე უნდა იყოს ეს ეკონომიკური საკითხი. როგორი პოლიტიკაც ვექნება, ისეთი ვექნება ეკონომიკა. მის გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, მაგრამ აი ამ პოლიტიკით გვაცხოვრეს ჩვენ. სხვათა შორის კომუნისტური პარტიის დროსაც და უფრო ეხლა, აი რაც საბაზრო ეკონომიკა და ესე. თორე თვითონ სწავლებაში იყო. სწორად აღნიშნე, რომ გვასწავლიდენ ჩვენ და აი ეს გვიტანიდან ისეთი საგნებით, ну ეს საბაზრო ეკონომიკა მერე წამოვიდა. საინჟინრო ეკონომიკურ ფაკულტეტზე იმდენი განხრები იყო. კი, არ უნდა ისწავლებოდეს კაცო. მშენებლობის ეკონომიკა მართვა, მანქანათმშენებლობის, კავშირგაბმულობის, ინფორმატიკის ეს ბოლო ახალი ის იყო ეკონომიკა და მართვა, მაგრამ არსად არ იყო ხსენება ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა და მართვა. არსად ეკონომიკა და მართვა აი ამ საკითხებში. რომ ეროვნული ალბათ ისეთი ის უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია. არ უნდა ვწოდნოდა ეს, რომ რას ფლობს საქართველოს, რა რესურსს ფლობს და მთელი სოფლიოდან ეს იყო დაგეგმილი და მთელი სოფლიო პოლიტიკა იყო ამისკენ მიმართული. აი რასაც ზუსტად ბატონი აკაკი გვთავაზობს და ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი საკითხი იმ ორთან ერთად ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით, კაპიტალისტური სისტემის შეცვლა და ეროვნული საკუთრების შემოღება, რომელმაც ქვეყანა უნდა დააყენოს საქართველოს ამ შემთხვევაში და ნებისმიერი ქვეყანა, მკვიდრი ერის მოსახლეობა, ისა მკვიდრი ერის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ყველა ქვეყანა მარტო საქართველოზე არაა ლაპარაკი, აი ამ ეროვნული საკუთრებით და ბუნებრივი რესურსებით უნდა დადგეს და ეროვნული ეკონომიკით ფეხზე. როცა საქართველოში თან კიდევ რაც სოფლიოში არსებობს 64 სახის, 64-ნაირი ნიადაგი. აქედან 60 მოდის საქართველოზე. აი ამ პატარა ქვეყანაზე. პატარა დედამიწის წერტილზე და წარმოვიდიოთ რამ ხელა სიმდიდრეებთან არის აქ საქმე. რაც არ ვიცით კიდევ. ხო და ჩვენ კიდევ დღეს ამ ყველაფერი გვაქვს, ყველაფერი გამზადებულია პოლიტიკურად ეს იურიდიულ სამართლებრივი დოკუმენტი და კიდევ ვიხედებით იქით ამერიკა, ევროპა და მათზე ვართ დამოკიდებული. აი ეს დღეს აი ჩვენი რა ვიცი და არავინ
არ მოდის არანაირი გაერთიანება, რა ვიცი, აი ნიშანი არის რაღაცა ნიშნები, შემოხმიანებები, ბევრი ადევნებს, აი ამ ჩანაწერებს, გადაცემებს, თვალყურს, მადლობა ამისთვის, აი ამ ადამიანებს. მაგრამ ჯერჯერობით არ იგრძნობა ეს გაერთიანება, აი უფლისგან რაცა მოწოდილი სიტყვა. ცნობიერება, ეს უზარმაზარი, რასაც ბატონი აგაგი გვეუბნებოდა, ვასწავლიდა, ვიხსნიდა 28 წლის მანძილზე და რითაც უნდა გადარჩეს მართლა არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი კაცობრიობა, მთელი მსოფლიო. და ჯერჯერობით ყველაფერი უკან მიდის, ომებია ყველგან და უფრო წაფრდება და უფრო მატულობს დაძაბულობას აუბედუროთ. აი ამას თქმა მინდოდა. ჩვენ პრინციპში დღეს გვიხდება საუბარი იმ თემაზე, რომელიც ჩვენი სპეციალურია, ჩვენი პროფილი არ არის და ეკონომისტები, სოფლიოში ცნობილი პროფესორები, ვისგანაც წლების განმავლობაში ვისმენთ ძალიან ბევრ თეზის, დღეს რატომღაც ხმამაღლა არ საუბრობენ და ითქვა, რომ დაბნეულები არის, მე დაბნეულები კი არა, ვიტყოდი, რომ უფრო გაწმილებულები არიან, იმიტომ რომ მთელი თავიანთი მოღვაწეობა მიუძღვნეს იმ ცრუ იდეოლოგიად, პოლიტიკურად იყვნენ აჟიტირებული და რეალურ ეკონომიკურ კანონებზე კი არა, პოლიტიკურად დატვირთულ განცხადებებს აკეთებდნენ, იქ საერთოდ უბერავდა საერთო სიო ქარი სოფლიოში, გლობალიზაციის ქარი მხედველობაში, სოფლიო ერთმართველობისკენ მიმავალი, ესენი საუბრობდნენ იმ ნოტაზე, რომელიც საერთო კონტექსტში ჯდებოდა და რაღაც სრულ მსგავსად მარქსიზმ-ლენინის ინსტიტუტებისა საბჭოეთში რო იყო. სრულ თეზისები გვიტენდნენ თავს და საკმაოდ შეძლეს და მოწამლეს საზოგადოებამ. ჩაგვაგონეს, რომ საბაზრო ეკონომიკაში არის ხსნა, რომ აი სოფლიო გლობალური საერთო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში არის ხსნა საზღვრები, რასაჭიროა ეს საბაჟო გადასახადები ხელს უშლის ტვირთბრუნვას, გადაადგილებას, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ეროვნები თუ კი აქ მოვა და ინვესტიცია ჩადებს და თუ კი დაასაქმეს მოსახლეობას, იმ ნედლეულს ვინ მოიპოვებს და ვინ წაიღებს, რა მნიშვნელობა აქვს, დედამიწა ხო საერთოა და მაინც ეს ქონება ყველასია და აი ამდაგვარი რჩეულობა მიდიოდა. დღეს უნდათ არ უნდათ დრომ შექმნა სიტუაციამ აიძულა სოფლიო წარმართელი ზესახელმწიფო და დაიწყო ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბება გაძლიერებაზე, ზრუნვა და დაცვაზე, რაც თავარია, შემოიღო ტარიფები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი წარმოების დაცვა და არათანაბარ პირობებში ჩააყენებს შემოტანილ პროდუქციას და ადგილზე ნაწარმოებულ პროდუქციას 25%-ის გადახდის შემდეგ პლუს დაემატება ტრანსპორტირების ხარჯები და უკვე გაუძნელდება ადგილზე ნაწარმოებულ პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა. ეს სრულიად მარტივი, ამას ეკონომისტობა არ ჭირდება, დიდი ხარისხების დაცვა არ ჭირდება, რომ ადამიანი მიხდეს. ანუ რა ხდება? რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდა ბატონი აკაკი, რომ დღეს სხვა დროა, სხვა რამ მოითხოვება, იმისთვის რომ სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებული იქნას, იმისთვის რომ სოფლიოში გარკვეული წესრიგი დამყარდეს, რომელიც ერთმანეთის ხელშემშლელი არ იქნებოდა სახელმწიფოები, ჰარმონიულად იცხოვრებენ, გაცვლითი ოპერაციები იქნება კი ბატონო, მაგრამ ისე რომ ორივეს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული და ქვეყანამ პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობის და საკუთარი ერის ინტერესების, მათ შორის ეკონომიკური ინტერესების დაცვაზე უნდა იზრუნოს. ანუ უნდათ არ უნდათ დრო მოიტანა ისე რომ იძულებითი ნაბიჯების გადადგმა ხდება ამ მიმართულებით. როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, საქართველოს თავისი სიმცირიდან გამომდინარე და პროცენტულად ერთ სიტყვით ერთ-ერთი ძლავრი აგრარული ქვეყანა იყო ევრაზიის კონტინენტზე, ჰქონდა თავისი გარკვეული მიღწევები ამ კუთხით და სულ რამოდენიმე წელი დაჭირდა იმას, რომ გარდა მრეწველობაზე და მცირე თუ აღარ მაქვს საუბარი, თავისი წილი ყველაფერი ჰქონდა, როგორც იტყვიან, ძალიან მარტივად, ხო? ქვეყანა იყო, რომელიც გარკვეულ წარმოებასაც ფლობდა, სოფლის მეურნეობაშიც ჰქონდა გარკვეული წარმატება და რამოდენიმე წელი დაჭირდა იმას, რომ სრულიად ჩამოეშალათ და მივიღეთ ის, რომ ქვეყანაში საერთოდ არაფერი აღარ იწარმოება და დაწყებული კვების პროდუქტებიდან
დამთავრებული ელემენტარული ნემსით, ყველაფერი დამოკიდებული ვართ გარედან შემოტანილ პროდუქციას. მივიღეთ ეს სიტუაცია და აი პირველ წლებში თუ გახსოვთ, როდესაც ჩანასახის მდგომარეობაში იყო ადგილობრივი ფერმერული მეურნეობები და რამოდენიმე ტალღამ გადაუარა, მარტო საქართველოში არ მთელ მსოფლიოს გადაუარა ტალღა, რამაც გამოიწვია ამ ჩანასახში მყოფი ფერმერული მეურნეობის საბოლოოდ გაქრობა და ნულამდე დაყვანა. ეს ეხებოდა როგორც მიწათმოქმედებას, ისე მეცხოველეობას, მეფრინველეობას, გახსოვთ ალბათ ქათმის გრიპის ეს რაღაც აგორებული ღურის გრიპი პირდაპირ სახლებში დაუხოცეს ხალხს და ფერმერებს, დამწყებ ფერმერებს და მივიღეთ ის, რომ სრულიად დამოკიდებული რამდენჯერმე ახსენე შემოტანილი გაყინული ხორცი, ბარკალი და ასე შემდეგ. და დღეს გვაქვს ეს მდგომარეობა, რომ ქვეყანაში თითქმის არ იწარმოება, თითქმარი არ არის და დამოკიდებული არის. საერთოდ არ ვაპირებთ ამ თემაზე შეხებას, ახლა ძალიან დიდი აჟიოტაჟი არის ახლა ეგრეთ წოდებული რაღაც ქათმის ნარჩენებით გამოკვებული ძროხების რძეზე, პარლის ბაგა ესეთი ფირმა კომპანია მესაქონლეობის არის, რომელსაც აღმოუჩინეს, რომ თურმე ამდაგვარი ნარჩენებით კვებავდა და შემდეგ ამ რძით ამარაგებდა თელ ქვეყანას და დღეს ახლა დიდი აჟიოტაჟი ამაზე ატეხილი. გასაგებია, რომ ეს სრულიად უღირს აქციელს ასე არ შეიძლება. როგორც მინიმუმ თუ შენ ამას აკეთებ, მაშინ მოსახლეობას უნდა ამცნო, რომ მე მისი ნება შეიძენს იმას თუ არ შეიძენს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირში აკრძალულია ამ გამოკვება მეწვევის საქონლის, მაგრამ იგივე ისრაელში დაშვებულია. ყოველ შემთხვევაში კანონი არ გძალავს, შეერთებულ შტატებში დაშვებულია. მაგრამ ეს საკითხი სრულიად პოლიტიზირებულია. როდესაც პარლის ბაგას საქონელი დაიხოცა, მოყვება თუ ძალიან დიდ დროს არ წავიღებ, რაში არსი ახლა ამ იმას, რომ არავინ არ ზრუნავს სინამდვილეში იმაზე მოსახლეობას რასაჭმევენ, რასასმევენ და ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება, უბრალოდ ამიტომ შევეხე ამ თემას. როგორც აღმოჩნდა, ეს ფერმა არის ქართული ოცნების ხარდამჭერის. ხოლო ის მეფრინველობის ფაბრიკა არის ქართული ოცნების მოწინააღმდეგე მხარის ხარდამჭერი. და ამას, როდესაც საქონელი დაიხოცა, უჩივდა მეორე მხარეს. იმან თავი იმართლა, რომ მე ვყიდი ამას სასუქად, არა ცხოველების საკვებად. მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და დააკისრა 1.600.000 მეფრინველობის ფაბრიკის ფლობელს. ადგა და მეორე მხარემ გაასაჯარო ეს საკითხი და ამან უკვე შეუქცევადი სახე მიიღო დაძრა პროცესი და მივედით იქამდე, რომ დაიწყო გაჩანაგება ადგილობრივი მეცხოველეობის. აღმოჩნდა, რომ მსხვილი წარმოებლები ყველა აჭმევდა. ზოგმა მოიგო ხმა, ზოგმა დამალა, არა მოიგო ხმა, ზოგზე გაამხილეს, ზოგზე არ გაამხილეს, მაგრამ ჩვენ ახლა მივიღეთ რა შედეგი. დაიწყო პროცესი, რომლის დროსაც მივიღებთ იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია აღარ გაიყიდება, უკვე სახელში ებღალულია, დისკრედიტირებულია და ძალაუნებურად შემოტანილ რძის პროდუქტებზე, რძის ფხვნილებზე გაიზრდება მოთხოვნა. ანუ ამანაც მიგვიყვანა იგივე ადგილობრივი წარმოების განადგურებას და ახლა სწორედ გამგენ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ხალხი სწორად იქ არა და არა, რა თქმა უნდა. საუბრის წინა აბზაცში აღნიშნე, რომ როგორც მინიმუმ ვალდებული ხარ ამცნო მოსახლეობას, რომ მე აი ამას მოვიხმარ და თქვენი ნება მე შეიძლება თუ არ შეიძლება. გასაგებია, მაგრამ ეს რო სრულიად პოლიტიზირებულია და იგივე თემას უკავშირდება, რაზეც საუბრობდი, რომ გაანადგურეს მეფრინველობა, გაანადგურეს მეღორეობა, გაანადგურეს მიწათმოქმედება, მემინდვრეობა, მევენახეობა, გახსოვთ ერთი პერიოდი მასიურად იკაფებოდა ვენახები და გლეხმა აღარ იცოდა, მე სხვა რაღაც ხეხილი ჩაყარა, მე ხეხილსაც 1-2 წელი ქონდა ფასი და ანუ ერთ სიტყვით საერთოდ გავიქეთ ძველი ქართული გამოთქმა ადაზე არის, საერთოდ გავიქეცი, იქით გავიქეცი ესე მდგომარეობაში ჩაყენეს ქართველი გლეხები და ფერმერები. და ეს პროცესი გრძელდება. და სწორედ ამაზე საუბრობდა ბატონი აკაკი, რომ სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმის, რომ დაიცავს თავის ეკონომიკას,
თავის ეროვნულ ეკონომიკას. სწორედ ამ ნაბიჯებს დგავს ტრამპის ადმინისტრაცია. და ამასთან რა გვაქვს საქმე და ამის აღიარება არ უნდა თუ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება და ეს ნაბიჯები არის სწორედ. რა თქმა უნდა. ეხლა მცირედი ჩაშლა შეიძლება გავაკეთოთ საკითხების ოდნავ სიღრმეში შევიყვანოთ საზოგადოება, ვინაიდან მაინც შევეხეთ გახმაურებულ თემას, რომ თურმე როგორ გვწამლია ზოგადად. ეხლა არც ერთ პროდუქციაზე, რძე კარგი ხო მოწამლულია და ამაზე ავტეხეთ ერთი აჟიოტაჟი. ამის უკან დგა პოლიტიკა, სკამებისთვის ბრძოლა, გეოპოლიტიკისთვის ბრძოლა, საქართველოს დარჩება და ასე შემდეგ. არც ერთი მხარე არ გულისხმობს, რომ ქართველებს დარჩესო რა, ვინც ამ ჭიდილში გარედან არის ჩართული რა. ტრამპი აკეთებს ეროვნული ეკონომიკისკენ დგავს ნაბიჯებს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის გაფუჭებული. მოწამლაზე რო ვლაპარაკით, კაცო, დიდი ხანია რაც გვწამლიან ძალიან მაღალ დონეზე. მოწამლის არსი საზოგადოების პირდაპირ ხო, შხამით მოწამლის საკითხი პირდაპირ ფორმაციაში დევს და უკავშირდება პირდაპირ ფორმაციას. კაპიტალიზმს. სიაფე მოგება და ასე შემდეგ. აი, ავიღოთ ჯანდაცვის სტრუქტურა და ფარმაკოლოგიური უზარმაზარი მონოპოლია, რაც სოფლიოში არსებობს. ჯანმრთელ ადამიანში ფული არ კეთდება. თუ ფული უნდა ვაკეთოთ და ბიზნესის ობიექტია ჯანდაცვა. ესია. სოფლიო ბიზნესია, სოფლიო მონოპოლიებია წარმოქმნილი, რომლებსაც მეტი მოგების მიზნით ერთმანეთთან მორიგება და ლაპარაკება მათთვის არის ძალიან მიღწევადი ამბავი. განხორციელებადი ამბავია. რაც მეტად არის ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებული საზოგადოება, მით მეტი მოგება აქვს ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის სფეროს. ჯანმრთელობას კი არ იცავს, იცავს ქრონიკულ ავადმყოფურ მდგომარეობას საზოგადოებისა. საყოველთაოდ ცნობილია ონკომაფია. ონკომაფია და ასე შემდეგ, რომ გავაგრძელოთ. რაც მეტად ავადდება ადამიანი, რაც მეტად ავადდება კულტურა, რომელიც ჩვენ საკვებს გვაძლევს, იგივე ცხოველი, რომელიც ასევე ჩვენ კვებას უკავშირდება, მით მეტი შხამქიმიკატი გჭირდება, მით მეტი ფული კეთდება და ესე ფული მეტი და საზოგადოება არის მეწველი ძროხა. არც არის მეწველი ძროხაზე, კიდე ფიქრობ, რომ ბევრი მოიწველოსო და 8 მილიარდი ადამიანი ამ სტრუქტურისთვის ეს არის ძალიან დიდი ფართობისას დიდი ფული კეთდება. ეს არის. ამიტომ დიდი ხანია ჩვენ გვწამლიან. დიდი ხანია უკვე ის დაავადებები, რაც ადრე არ იყო, ან ნაკლებად იყო, განსაკუთრებულად გაძლიერდა. ეხლა რომ ავლაპარაკით რძეზე რომ ონკო ის არის ემულგატორები და 1000 სასმელები და ეს ყველაფერი რომ ამ ონკოლოგიის სამახალისებელი იმით არის თავიდან ბოლომდე დამძიმებული. ეს ხო ყველა მიცის. ამაზე ხო არავინ არ ამბობს. რატო არ ამბობენ? ერთის მხრივ კორპორაციები ფულს აკეთებდნენ და აკეთებენ, კაპიტალიზმის მთავარი ფორმულა მუშაობს, რომ დიდრდები და კურსშოუ ბიზნესია. და მეორეს მხრივ, უფრო დიდი გადმოსახედიდან, ოქროს მილიარდზე რომ დაეყვანათ, საჭირო იყო გარკვეული მართვადი დაავადებათა გავრცელება და როგორც ჩანს, როცა უკვე ჩათვალეს, რომ ეს აღარ კმაროდა, საჭირო იყო უკვე მართვადი პანდემიის შემოღება, შემოტანა რა. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან. რა იყო, როგორ იყო. მოსახლეობის შემცირების გეგმებია. ამიტომ ეს ეკონომიკა, რაც ეხლა არის, მიზნად ისახავდა მსოფლიოში ერთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეროვნული სახელმწიფოების ლიკვიდაციას, დაკნინებას, დასუსტებას, გაქრობას ბოლოს და ბოლოს ერთი დიდი სასარგებლოდ და შემდგომ უკვე მოსახლეობის შემცირება მილიარდამდე დაყვანა. ამიტომ ეს ეკონომიკა, რაც ეხლა არის, მომაკოდინებელია მთელი კაცობრიობისათვის, ადამიანისათვის, ერებისათვის, საზოგადოებისათვის. ძალიან ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი, ძალიან ბევრი რამე. შეიძლება გამოსწორება, რომ გაცილებით ჯანსაღი გახდეს ჩვენი საკვებიც, ჯანსაღი გახდეს ხაერის, ჯანსაღი გახდეს ადამიანური ეროვნული ურთიერთობებიც, ყოველგვარი ტერორიზმის, ყოველგვარი მტაცებლობის გარეშე.
დიდი წილად მაინც. ეხლა ესე უცებ თაშესხმულ ანგელოზებად არავინ და ვერავინ ვერ გადაიქცევა, მაგრამ მიმართულება ამ მიმართულებით კი არა. ეს უნდა გავაჩეროთ და შემოbrunება დავიწყოთ. ბევრი რამე გვაქვს გამოსაჯანსაღებელი, რაც თავარია არის ამის მყარი საფუძველი. წამლავე, დიდი ხანი აქვს წამლავე, კაცო. აი ყველა დიდი რეკლამა, რასაც უკეთდება, სწორედ მაგევით ვარ დაწამლულები პირველ რიგში. ბატონო. ერთ წვეთში ზუსტად იგივე ქიმიური შემადგენლობა, რაც დანარჩენ ზღვაში, ხო? ძალიან მაგალითად შევეხეთ ჩვენ სამედიცინო სფეროში შევეხეთ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო რაღაც ხმამაღალი საუბარი, რომ აღმოჩნდა ერთ-ერთ მე სპეციალურად არ დავასახელებ ახლა ბრენდს და წარმოებულ კომპანიას, ერთ-ერთ კბილის პასტა თუ ქართულად როგორ არის არ ვიცი მართლა აღმოჩნდა რომ პირიქით თვითონ შეიცავდა კარიესის წარმოქმნილ მიკრობებს და ამ კომპანიის პროდუქციას რეკლამას უკეთებდა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება, რომელიც დაკავშირებულია სოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია. სტომატოლოგიური კუთხით ეს დამავიწყდა უცებ და თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება. სტომატოლოგიური საზოგადოება რეკლამას უკეთებდა იმ პასტას, რომელიც აჩენდა კარიეს. რატო? არ ქონდათ საშუალება ლაბორატორიულად შეესწავლათ და გაიგოთ რა შემადგენლობა იყო და რეალურად ის გამაჯანსაღებელი იყო თუ დამაავადებელი. ეს ხო ძნელი დასაჭერებელია და აი ამ ერთი წვეთით შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა რასთან გვაქვს საქმე, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე დავიწყებთ საუბარს. დიდი ხანია ეს გზარი უკვე მხილებული, ჯერ კიდევ ჯემალი ნუ აღარაფერს ვამბობ სოციალისტურ და სხვა მიმდინარეობებზე, რომლებიც ამხელდნენ კაპიტალის ზოგადად არა. ჩარლი ჩაპლინსაც კი აქ მშვენივრად თავის ერთ-ერთ ფილმში მინის გამსარებელი მაგრამ ჯერ ის რაც მაშინ ხდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნის ბოლოში, ეს ნაკლოვანებები ყველაფერი უკვე ზედაპირზე ანალოგიურია. მართლა შემოქმედებით უნარის, ჯერ კი თავისუფალი იყო ადამიანი. ეს გამოქონდა და საზოგადოებას აჩვენებდნენ ამ ნაკლოვან მხარებს. მაგრამ ეს არ დაანგრევდა დედამიწას. მაგრამ დღეს იმ ფაზაში ვართ, ამით დავანგრევთ დედამიწას, ეს არის რა. ხო, ეს გზა ბოროტისა, ეს გზა დაღუპისა, ჩვენი გადაცემის დროც უკვე დასასრულს უახლოვდება და უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მაყურებელიც. და მოკლედ თუ შეიძლება ძალიან მოკლედ სიტყვით შემოვიფარგლები. ესე იგი ამხელად სულებებს უკვე აქვს მსოფლიოში ადგილი. ჩვენ ამას ვერ ავდებთ სამწუხაროდ. არადა პირველები ჩვენ უნდა ყოფილიყავით. რაღაც პოლიტიკურ ასპექტში მასონობა თუ სიონისტები არიან, ესენი ხელისუფლება ეძახის deep states, ომის პარტიას. და საკმაოდ დიდ ნაწილში, დიდ სივრცეში გაცნობიერებულია. თუ ამათ ჩვენ დავყვებით, დავიყვებით. ეს მიღწევა, დიდი მიღწევაა. ამ მიღწევის გარეშე უკვე დაგუკვილი ვიქნებოდით. მაგრამ არასაკმარისია. არასაკმარისია. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან თავის დროზე ძიაგრიშა გაიგოძე დეპოში ხარო. წივწივაძემ ასეთის დაწერა გაზეთში 90-იან წლების ამბებს ეხებოდა და დეპოში არ აღმოჩნდეთ ოცნება ახალ სინგაპურზე დაგუპავს. ეროვნული ეკონომიკურად გასაშენებელი ფორმაციული ცვლილებებზე გავლით უფლის სიტყვის მოთხოვნები გვაქვს აღსასრულებელი. ისევ და ისევ ამას ვიმეორებ. რატო ვიმეორებ? იმიტომ რომ ვერ ვატყობთ ჩვენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, რომ აი ეს პარტიებად დაყოფილები ხომ ვართ, რომ ვაპირებდეთ, ვხედავდეთ ძალიან დიდ საფრთხეს და ვცდილობდეთ ერთმანეთთან შეკავშირებას, საერთო ენის გამონახვას. საერთო ზოგადი მტრის წინააღმდეგ. ზოგად მტერზეა ლაპარაკი, აქ არავისთან არ უნდა ავისხა და პირდაპირ არ ვდავოთ. ამას ვერ ვხედავთ. ჩვენ მხოლოდ ჯერ იმას ვხედავთ ისევ, რომ ქართული
ცალ-ცალკე დანაწილებული დაყოფილი ძალები მხოლოდ და მხოლოდ რევანშისთვის ვართ მზად. ერთმანეთის წინააღმდეგ. ისევ და ისევ. ისევ და ისევ პატარა დაჯგუფებებად პატარავდებით, ურჩებით და გამოძრაობს ისევ რევანში. ვერ გესმის, რომ საერთო დიდი რაც არის, ამის წინააღმდეგ უნდა სხვანაირად უნდა ერთმანეთი გჭირდება. ამ დიდის მოკლა შეუძლებელი, ეს უნდა ძლიო. ეს კიდე სხვა თემაა. ჩვენ ვისაუბრეთ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მაგრამ არაფერი გვითქვია რა პროცესები მიმდინარეობს რუსეთში. ამას წინ პუტინმა ისაუბრა, რომ რუსეთიდან არც ერთი კომპანია ჩვენ არ გავიძევებია, ყველა წავიდა ზეწოლით ან საკუთარი ნებით. აქედან გამომდინარე ჩვენ არავის უარს არ ვეუბნებთ უკან დაბრუნებაზე, მაგრამ თუ ვინმე უკან დაბრუნდება, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ უნდა ჩაჯდეთ რუსეთის სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებში. და აი ამ რეგულაციების, აი ამ კანონების გათვალისწინებით, კი ბატონო, უარს არ გეუბნებით, თუ ვინმეს დაბრუნება უნდა. ანუ რა, სოფლიოში სხვა პროცესები დაიწყო და ჩვენთან ისევ ზეიმობთ 6 მილიარდიან მონაპოვარს ინვესტიციას, რომელიც გადაცემაც კი მიუძღვენით. გარედან არავინ არ ეცდება ჩვენ გაღვიძებას, გაიღვიძე დეპოში ხარო. არა, ამ დეპოში ჩაფტოვებენ და გაინაცილებენ საქართველოს. კი ბატონო. სამწუხაროდ ეს ხდება ჩვენთან იმ ფონზე, როდესაც მართლაც პირველად ამაზე საუბარი საქართველოში დაიწყო, როდესაც პირველად ამაზე იურიდიული საბუთი არასახელმწიფოებრივად, მაგრამ დაბლიდან წამოსული, ხალხიდან წამოსული პირველი იურიდიული საბუთი ამის თაობაზე საქართველოში შეიქმნა. ვიდრე სხვაგან სახელმწიფო სტრუქტურებიდან წამოვიდოდა ეს. ჯერ კიდევ 2002 წელს. კი ბატონო, კანონის დონეზე თუ ბრძანების დონეზე. საქართველოში მოხდა ამაზე ხელმოწერა, აღარ ვისაუბრეთ, ბევრჯერ ვისაუბრე ამის თაობაზე. დღეს მოგვიხდა წერანაც აღნიშნე ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც მართლაც არ არის ჩვენი სპეციალობა, არ არის ჩვენი პროფილი, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, შეძლების და გვარად როგორც შევძლებდით იმ ჭრილში დანახული წარმოგვედგინა საზოგადოებისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის წარმოვადგენთ. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.